ბათუმის მერიაში გუშინდელი ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ნაწილობრივ დათვალეს. მაღლივი კორპუსების დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად უწყება 20,000 ლარს დახარჯავს. ჯერ კიდევ გაურკვეველია კერძო სახლებისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა. როდის დასრულდება საკითხის შესწავლა, სულხან მესხიძე არკვევდა. წუხანდელი ძლიერი ქარის შედეგად ბათუმისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ბოლო ინფორმაციით 20,000 ლარს შეადგენს. 17-მდე მაღლივი კორპუსის სახურავის გამოცვლა გამოდარებისთანავე დაიწყება. კერძო სახლების სახურავების შეკეთების საკითხის შესწავლას IP ბათუმის კორპუსი ერთ კვირაში დაასრულებს. ხარჯსავრიცა გაკეთებულია, ეს არ არის დიდი, 20,000 ლარამდე თუ იქნება, მეტი არ არის. დაზიანებებია შემოსული ძალიან ბევრი მისამართი გონიოდან, ხელვაჩაურიდან, ეს უფრო გრძელვადიან მეტ ვადას მოიწევს, იმას ერთი კვირაზე დაჭირდება ყველაფერს აზოვას, ხარჯსავრიცის გაკეთება. თუნუქის ფირფიტებს და სხვა სამშენებლო მასალებს თვითმმართველობა ბიუჯეტიდან შეიძენს. ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით დაისმება იმ სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ბრალეულობის შედეგად დაზიანდა სახურავები. მე მკაცრად დავაყენე საკითხი, რომ სამშენებლო კომპანიების ზოგიერთი ვისი ბრალეული ქმედების გამოც ვთქვათ მოხდა ზიანის მიყენება. რაღაც წილად მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ცნობილია, რომ უამინდობის შედეგად ახმეტელის პირველ ნომერში დაზიანებულ სახურავს ის კომპანია შეაკეთებს, რომელსაც მერიასთან გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულების პირობების თანახმად რეაბილიტაცია ევალება. მრავალბინიანი კორპუსების სახურავების შეკეთებამდე სახლები ბრეზენტით გადაიხურება. უნდა გავამაგროთ, რომ წყალმა არ ჩამოგვივიდეს, არა მარტო ჩვენ მთლიან 9 სართულზე აქ დამდგარი წყალი შეიძლება ჩაიაროს მთელი 9 სართული დატბორავს. რაც შეგვიძლია ვაკეთებ, ხო მე ამ ბინის მეპატრონე ვარ. ეგ ნაწილი გადახარდა, ნახევარი არის გადახდილი მთლიანობაში, ეგ მთლიანი კრიშა ორ ნაწილად წაიღო ერთი ნაწილი დააგდო სადღაც აი აქ, მეორე ნაწილი დააგდო ცოტა მოშორებით. სვერბლი არ არის. ცვალებადი ღრუბლიანობა და სუსტი ქარი აჭარის ჰიდროგრაფიული ცენტრის ინფორმაციით რეგიონში უამინდობა მომდევნო 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა კი ხვალ დღის ბოლოს მოიხსნება. ამინდის გაუმჯობესებას მომდევნო დღეებში 2 დღის განმავლობაში არ ველოდებით, იქნება ცვალებადი ღრუბლიანობა, ტემპერატურა იქნება 10-12 გრადუსი, სხვა ღამით იქნება, ხვალ უკვე ღამით იქნება 2-3 ბალი. შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს 18 საათზე ამოვარდნილი ძლიერი ქარის შედეგად ქალაქში 3 ადამიანი დაშავდა, მათგან 2-მა გარეგანი დაზიანება 6 მაისის პარკში მაგნოლიის ხის წაქცევის შედეგად მიიღო. ამასთან ქვეითად მოსიარულეს მშენებარე ფოსტის შენობიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა მოხვდა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.